ხელოვნება, კულტურა, სპორტი, განათლება, უცნობი და ნაცნობი ისტორიები, საინტერესო ადამიანები ჯვარის ხმაზე. შენი ხმა ისმის აქ, მარიამ შეროზიასთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას, მე მარიამ შეროზია ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჯვარის კოლორიტი ბატონი გენო ფიფია. მოგესალმებით ბატონო გენო. მოგესალმებით ჩემს მაყურებელს. მიხარია რომ თქვენ მე მხედავთ. ხედავთ არციცე ძალიან ახალგაზრდა 88 წლის კაცი ვარ. ჩემ ცხოვრებაში ბევრი რაღაცები გავიარა ისეთი, რომელიც ალბათ გაგიგვირდებათ ყველაფერი რო იცოდეთ, ამდენ ხანს როგორ გაძევდიო. დღეს ბედნიერი იმითავა, რომ ყავს შვილები და ყავს შვილიშვილები და ველოდები ხვალინდელ დღეს უფრო მზიანს, უფრო თბილს და უფრო ბედნიერს. ამით ცხოვრობ. არ გაგიგვირდეთ, რომ მე კიდევ სიცოცხლე მინდა. ბატონო გენო, ასაკი ახსენეთ და ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურები. არა, არ გამოიყურები, 5 წელია მარტო გავარ მე. მე მეუღლე რომ მყოლოდა აქამდე ცოცხალი, მართლაც და ჩემს იმასთან შედარებით ძალიან კარგა. ეხლა შარშან წინ მე ვიყავი სანადირო, თქვენ გაგიგდებათ არჩიზე სანადირო. ახალგაზრდები მოდიოდნენ და ქოშინებდნენ, გესმის? ის აიბერებოდნენ და მე წინ მივიდი. ჩემ ცხოვრებას სიგარეტი არ მომიწევი. აი და რა არის საიდუმლო თქვენი ამ ახალგაზრდული შემართების და აი ამასაც ვეტყვი, რა არის საიდუმლო იმაში, რომ ადამიანმა ახალგაზრდობა შეინარჩუნო ცოტა ხანს. პირველ რიგში. ადამიანი უნდა იყო ისეთი, რომ მოძრავი უნდა იყო. აი თუ ხედავ თქვენ ბავშვები სკოლაში მიდიან რაღაც გაბოშტული ბავშვები, გაფერილი ბავშვები, არ შეიძლება. ქართველ კაცს არ შეშველის ეს. ქართველი კაცი ყოველთვის ოდითგანვე განსხვავდებოდა თავისი ტანის მოყვანილებით. ჩოხა ხალხი. ეხლა ჩოხა ხალხი რო ჩააცვა გაბერილ კაცს და გაბოშტულ კაცს არ შველის, მაგრამ ქართველ კაცს შვენოდა და ატარებდა კიდევ ჩოხაში. იმიტომ რომ ტანი მქონდა ისეთი და ეს ტანი და ეს სიცოცხლის ხანგრძლივობა, რა თქმა უნდა, შეიცვალა გარემო, შეიცვალა ბუნება, ჩვენ ბევრი უბედურება მოგვივიდა ამ ბოლო წლებში, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს გააჩნია იმუნიტეტის საშუალება. ამ იმას უძლებს და იძენს იმუნიტეტს იმ უხეში, იმ უბედური ჰაერი და წყალი და თუგი და ამისაგან. ამის ერთ-ერთი მაგალითი, მე არ მახსოვს ახლა მეფე რომელი იყო, მეფე საქართველოს მეფეებს საჭმელთან ერთად ცოტა შხამს აძლევდნენ. ეს შხამი იყო კაცკავდა, მაგრამ ეს გაზომილი იყო ეს შხამი. იმიტომ რომ შეიძლება თუ ვინმეს მოწამლავდა, მეფეს მოწამლა. ორგანიზმი შეეშვეოდა ამ შხამს, რომ მეფე ზარომ მიგეცა ერთი დოზა ადამიანის შხამის მკვლელი არ ხდებოდა ამით. ერთხელ ესეც საქართველოს ერთ-ერთი მეფე ომი წააგო და ძლიერი მეფე იყო და მკლავი მქონდა, ძალიან მოკლე მკლავი. და რომ წააგო ომი, ამას უნდა თავი მოიკლას. ეხლა მამატიეთ რომ მე ორჯერ ინსულტი გადავიტანე. ხო და ბევრი რაღაცები მავიზდა, მეფის გვარი და სახლი დამავიზდა და ხვლით უნდა გესმის რომ თავი მოიკლას, მაგრამ ვერა ხმალი გრძელია და ამას მოკლე ხელებია და თავის მეგობარს ეუბნება, მომკალიო. ვინ მოკლავდა მეფეს? აი ასე იყო ესე და ეს რომ ზოგიერთი კაცი რო ამბობს უფრო მეტად ახალგაზრდობა რომ დღეს ასეთია, ისეთია, დღეს უმუშევრობა, დღეს ასეთი თუ ცხოვრება, უმუშევრობა ძველად უფრო მეტი იყო ჩემ ხნის, ჩემ დროს, ვიდრე ეხლა. რაც ყოველდღიურობაში მიდიოდნენ და დღე და ღამე საწყალი გლეხი კავით ხნიდა მიწას, კავი. კავს მოუსწრებულად მეს დამიხნია კავით ხარებით მიწა. და იმას ამუშავებდა და რას აძლევდნენ, თვეში რომ მოგეკლა თავი. ეხლა გადავიყვანოთ ამ დღევანდელ ფულზე, ალბათ
სულ მცირე 40-50 ლარი. თერი რო გემუშავა. თველი. საწყალი ხალები ამ წვიმაში, ამ უბედურობაში მიდიოდნენ ჩაისკრებდნენ, ხო და რა იყო მაშინ ჩაისკრება იყო და უბედურება, მაგრამ ისინიც ცოტას ღებულობდნენ ხელფას, სულ ცოტა და მაშინაც ხალხი ცხოვრობდა. ცხოვრობდა ახლა როგორ ცხოვრობდა, კი არ იყო დღეს ზოგს 3 მანქანა ყავს, ზოგს 2, ასე კი არ ცხოვრობდა, მაგრამ ვინც შრომა უყვარდა, ვისა შრომა უყვარდა, ისინი ცხოვრობდნენ მაინც შეძლების დაგვარად. ასეთი ადამიანები შემიძლია ჯვარში თქვა, რომ კოკო სამუში, არჩი სამუში, რომელიც იმ დროს არავის არ ყავდა რაიონში და კოკოს მანქანა ყავდა, სუბუქი მანქანა. იმ დროს მე შემიძლია თქვა, რომ დათიკო ფიფიას, მასწავლებელი იყო, თამარა ხანტარიას მეუღლე. იმის მამას ბარუხი ერქვა. ამ ბარუხს საქონელი ყავდა და წევსები ყავდა. და რა იყო, ესმის ჩქვალერში, ჯვარში, თუნდება წალენჯიხაში. არც ერთი არ იყო თუნუქით გადახურული, მარტო ბარუხის სახლი იყო. და ვინმე თუ ზაური თუ იტყო და საცხოვრობს ეს და ესო, იმ ზავს ეწოდნენ, ეს კაცი ცხოვრობს, აი თუნუქით სახლი რო არის გადახურული, იმის მიღმა, მოღმა, გაღმა, გამოღმა და ასე. ეცეთ რა იყო ბარუხი, ნასწავლი კაცი არ იყო, წერა კითხვა არ იცოდა. მაგრამ მაინც ცხოვრობდა. ესე იგი, კაცი თუ არის შრომელი და თუ ფიზიკურად ის ძლიერია, ნებისმიერ ცხოვრებაში ის თავს გაიტანა. ეს ასე. და რა შეხება თქვენ პირდაპირ თვას, რომ ხანძრივი ცხოვრება, რა არის ხანძრივი ცხოვრება? პირველ რიგში უნდა მოიშორო ეს უბედურება, არ უნდა მოსიოს სიგარეტი. აი ამან დაღუპა ჩვენ. ამან დაღუპა ჩვენი სახალხო. და სხვა რაც უბედურებაა, ეს სხვა არის და არის, მაგრამ ამის გარდა ამ სიგარეტ უნდა რაღაცნაირად არიდო უნდა თან. და ეს იქნება პირველ რიგში. ჩვენთან შედარებით, რაც მე სადაც არ მყოფილვარ, მე უკრაინაში შირისტუმარ 13 წელი დავდიოდი ტრუსკავეთში. ეს კურორტია, ყველაზე დიდი კურორტი იყო ეს საბჭოთა კავშირში. და ჩერნობილი და ეს ხო იცი რა უბედურება მოხდა. იმანთან შედარებით, რა თქმა უნდა, ის უბედური ჰაერი ჩვენთანაც ირწნია საქართველოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ იმდენად არა. ხო და მაინც ხალხი იმას შეეჩვია და ხალხმა გამოიშავა ის იმუნიტეტი, რომელიც აი მასზე უბედურად მოქმედობდა. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. შენი ჭამის დოზა უნდა იცოდე კაცო. ჩვენ არ შვები. მე რაღაც სამეზობლოში და მინახია ზოგჯერ რომ შედიხარ ღამის 9 საათზე, 10 საათზე და ხომ ჭამე. არ შეიძლება ეს ყოველ შემთხვევაში. არა, ეს მიღებული. კუჭ აქვს თავისი საშუალება. რამდენ საათში და როგორ რამდენად უნდა მოინელოთ. ამიტომ დილას არ შეიძლება სუბუქი, საჭმელი და ასევე საღამოსაც რომ ნორმალურად დაწვე. ნორმალურად უნდა გქონდეს იმისა, რომ დაწოლამდე სულ მცირე 2 საათი მაინც 3 საათი გქონდეს, რომ ადრე ჭამა და 3 საათი რაღაცა გააკეთა ამ ტელევიზორს უყურებ, ამ წაიგეთ რა ამრავის იცეკვე. იმღერე რაც იდა, მაგრამ ეს დრო უნდა გქონდეს აუცილებლად. რა თქმა უნდა, აქ ხორცეული, როგორც ასეთი, ჯანმრთელობისთვის არაა, მაინც და მაინც სასიამოვნო. ხორცეული, ძროხის ხორცი რო ჭამა, მენაჯობია. იქ ქინძი და ვოხრახუში ჭამო და ევით თავი დავიწყა ყოფილო. ეხლა მე ერთი მინდა ჩვენ გითხრათ, რომ ეს იყო 75-ში მე მგონი თუ 73-ში მე 70-ში დავამთავრე სასწავლებელი და
72-ში დაიწყო ძალეჯიხაში მუშაობა. ვაჟა ოკოპია იყო ღმერთკაცი, მესამე დივანი იყო ვაჟა. ხო და ვაჟამ და ლის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე იყო გრიშა ჭანტურია. და საფირზე თხოვა მე და გრიშას რომ სამი კაციაო ლიაში 100 წელი დამთავრებული. და რაღაცაო ჩვენ რაიონში არ გავაჩინიო ეხა ამ მომენტში არაფერი და ჩვენ საბჭოში თუ რამე შეგვიძლია უბრალოდ ყირეული რო იყოს საჩუქრად მიუტან მე არ თვითონ ლიაში იყო სამი კაცი 100 წელს გადაცილებული 100 წელს კი არა ერთი 107 წლის იყო მეორე 104 102-ის მესამე უნდა ასე იყო ჩხალერში მებიაჩემი 108 წელს ცხოვრობდა 108 წელი ეს იყო კვარაცხელია წყალი ჯგალიდა გეგნატეს დედა იყო კიდევ კვარაცხელია ჯგალიდა ისინი იქიდან ნათესავები იყვნენ ხო და 108 წელი გაძლო ეხლა ზოგიერთი მეკითხება საიდან იციო იმათმა არ იცოდნენ იმ დროს როდის დაიბადა კი ბატონო ესეც იყო ხო არ იყო მაშინ საბჭო და ჯერ ბავშვი არა მამადია დაბადებული და სახეს არ გვერდ და რაღაცას ყიდულობენ ესე კი არ იყო ძველად მაგრამ აქ რა იყო ერთადენ დედამისის ნოვანობა იცოდა ზუსტად ხო და იცოდა ის რომ ბებიაჩემი ერთადენ დედას ესმაერბა ესმაზე სამი თვით უფროსი იყო ამიტომ ერთადენ განგარიშებით ბებიაჩემი მოვდა 60-ში 108 წლის კალვატა რამდენი წელი იმუშავეთ თქვენი პროფესიით და აი ჩემი პროფესიით მე ვიმუშავეს 70-ში დავამთავრე ინსტიტუტი ჩვენთან როგორი იყო ახლა ინსტიტუტს რო დაამთავრები უნდა წასულიყავი სადაც გეტყოდნენ იქ 1 წელი უნდა გემუშავო და მე მეთხრე წახვალ ხულოში ან ჩოხატაუში ხულო ახლა იცით იქანა საცხამთიანი ადგილია და იქ ჩემმა მეგობარმა მითხრა გონა იქ თათრები ხალხია და შენ ხო არ გაგიჭირ წადიო ჩოხატაურში წავედი ჩოხატაურში მუშავ 1 წელი ჩამოვედი და 72-3 მაისს ძალეჯიხაში დავიწყე მუშაობა ის სამმართველო იყო ჩვენ ვეცსამგურნალო რაიონის და იქ მუშაობდი თითქმის აი სანამ დაინგრეოდა ეს ქვეყანა 94 წლამდე მუშაობდი მან 94 წლამდე 70-დან 94 წლამდე მუშაობდი მე აქ უბანი იყო ჯვარში დავდიოდი ხა მანქანა მყავდა და ავტობუსი მომბეზდა მე და აქ უბანში გადმოვედი და აქ მუშაობდი ესე იგი სულ ეხა დღესაც რა ხდება ეს ვეტერინარია არ ახსოვს ჩვენ მთავრობა დავიწყდა პავლოვის ახალგაზრდებს არ აინტერესებთ იმ რა თუნდა ახალგაზრდებს ძროხარ რა თუნდა გაჯანდაბათ უნდა მაგრამ მაშინ იყო ეს საჭირო ბაღებიში იმაში მიდიოდა ჩვენი რძე ჩვენი ყველი ეხლა რა ხდება ბაღებში რას ვაჭვერთ რაც არაკაც მაის ჩვენ რაიონში ახალ ბაღები რო ქონდა ჩვენთან მოდიოდნენ პაკეტით და აზერდნენ ძეს ხო და აზერდნენ ბავშვს ეხლა საიდან მოდის რა მოდის არ ვიცი და ეხლა მარტო ერთი ახალგაზრდა კაცია რაიონში მეტექი იმან სახელმწიფო მისცა მანქანა და მუშაობს ის ბიჭი და სხვა სოფლები ისაა მიტოვებული ეხლა მე ამ ხრის კაცს მიწევს მოვა ისეთი კაცი რომელსაც უარს ვერ ვეტყვი რა ვქნა ვაზარა ახლად დადიხარ და აგრძელებს თქვენი პროფესიით დღესაც ამ დრომდე მე მიხდება გასმის ხან ლიაში ხან ჩალეში ხან ჩხვალერი მაინც ჩემი სოფელია ჯვარში ეხლაც მიხდება დასა რო არ წახვიდე უხერხულია მე ახლა
იმდენი წყალი მიმუშავე რაიონში, ყველა მისწორ. ბატონო გენო, აი თქვენს ახალგაზრდობაში როგორი იყო ჯვარის ცხოვრება და ყოველდღიურობა, რომ შევადაროთ დღევანდელ? აი ჩემ ახალგაზრდობაში რა იყო შუა. ჩხვალერში იყო 8 წლიანი სკოლა. ეს დავამთავრე. მერე იძულებული ვიყავი ჯვარში მოსულიყავით. აგერ ჯვარში ახლა რუსული სკოლის იქითხო არის შენობა გადაუხურავი. ეს იყო საშუალო სკოლა. ეს იყო პირველი საშუალო სკოლა ჯვარში. არ იყო ქვედა ჯვარში, არ იყო ჭანეში, არ იყო ეს რუსული სკოლა. ეს სკოლა 58-ში დავამთავრე ეს სკოლა. ეს სკოლა 58. ჩხვალერიდან 4 დავდიოდით ერთ და იგივე სკოლაში. 4 ფიფიე. ჩხვალერიდან ფეხით აქ. ვარდა. აქედან სახში ფეხი. ერთი მანქანა ყავდა კოლონობა, გაზიკი. მის დღემში მანქანი ჩვენ არ გესარგებია. წარმოიდგინე 5-6 კილომეტრი ფეხით ვიხდებოდა ამ წვიმაში, ამ ქარში, ამ თოვში. და მე რა გვეცვა. ეს იყო შარვარი არ ხდებოდა ბოლომდე. იქ კერავდა ვიღაცა. სად იყო შარვარი? მის შეცვა შარვარი. ამიტომ მე 10 კლასი რო დავამთავრე შვილო. მაშინ ბედი მე ღირსა ბედნიერება იმისა რომ ეგნატე ბოტები ჩამოუტანა დედაშენ, რეზინის ბოტები თბილისიდან. და გავკეთდი კაც. იმაში ნასხები და ის ნასხები არ იყოს, ეხლა რა არის ნასხები, სადა მე რა ვიცი რა იყო ნასხები მაშინ. არ იყო ნასხები, სოუდნენ ხოლო ჩოხის ნასხები. ჩოხის ნასხები არ ეტეოდა, დედაჩემ პატარა ფეხები ჰქონდა. მაგრამ თვალებით მოვდიოდა. გეჩხალერში თუ ყოფილიყარ თქვენ ჩვენს იგნატე სახლისკენ, ეგ ისეთი ტალახი იყო რომ ფეხში შვედა, თოვლი თუ არ იყო ფეხში შვედა, მოვდიოდით კოლმრობის კანტორ არ არის იქან. მოროჟა ხქია იმდით პატარა ღია. იქანე ხიდა არ იყო. და ფეხს დავიბანდი და ჩაიწვევდი რა თქმა უნდა. მაგუიას ეძახდნენ. რა იყო ეს მაგუია? აი აკრიშკას საკეთებდა ვალუშე როზია. და ის კეთერკერავდა მაგუია იყო თქვენით რეზინი რაღაცა ასე იყო სანკასავით რეზინი მოღრუნე. და იმას დააკერავდა და ეს გვეცო. ანდა ქალამან. ეხლა ქალამან რო ჩაათვა ბაბს ის არცადარწავა იქანეთი სანამ არ უყიდი რაღაც ყას. ასე იყო. ძალიან ძნელი იყო სიარული, მაგრამ მაინც არ იყო იმ დონეზე რა ვიცი მონდომებული თავრობა რომ საშუალო სკოლა გაეხსნათ ჩხვალერში. მე გვიან გახსნეს და ეხლა ბედნიერები არიან, კი არიან ისინი. ეხლა რა მიგვეს? მე ჩემი აზრი მინდა თქვენ პედაგოგი ბრძანდებით და რაღაცნაირად ჩემი დაკვირვები ჩვილო ის ახალგაზრდობა რაც იყო ჩემ დროს იმათი ნიჭს დღეს არ ვხედავ მე და რაღაც მაგალითად დაგემტკიცებ მე ძველინდა 1900 წელს დაიბადა იგნატე ჩხვალერში გეშამგეში 2 კლასიანი სკოლა იყო გახსნილი ბათუ ლომეჭანტურიამ გახსნა ამის მერე წალენჯიხაში გადავიდა იგნატე. წალენჯიხაში დამთავრეს მერე ფოთის გიმნაზიაში და მერე ინსტიტუტი. ამ ნიჭის კაცი ჩხვალერში დაიბადა. მერე ეს მოვეშათ იმ დროს იბადებოდნენ გენიოსები და იყვდა და არიან. ეხლა ჩემ დროს ნუგზარ საჯაია თუ გაგიგია უშიშროების შეფი. ჩემელი იყო შავარდნაძის რამდენიმე წელი. თემი თანაკლასელია, ის დანგრეული სკოლა დაამთავრა და მე ვთხოვე, ნუგზარ რაჯდეიჩვენ, ეს თქვენ შეგიძლიათ და გადახურეთ ეს რაღაცნაირად. გადახურული იყო, მაგრამ იმ სკოლას წაიღეს, რაც სახურავი იყო და რაც იმისი
მასალა იყო იმ სკოლაში, იმ პირველ სკოლაში და ის დარჩა ის. ბატონო გენო, აი ჯვარის ყოველდღიურობა რომ გაიხსენოთ, როგორი იყო მაშინ ცხოვრება, რითი იყო ხალხი ძირითადად დაკავებული და აი რა ტრადიციები ჰქონდათ მაშინ ჯვარელებს, ისეთი რაც დღეს არ არის შემორჩენილი. ძალიან უჭირდა ხალხ. ეხლა ზოგიერთ პრობლემები არ ჯერა. სხლის ჭადი მიჭამია მე. სხალი რა იყო? სხალი თუ იყო წიფე. იმას აბა ეხლა თქვენ 1000 რაღაცაში რომ გაატარეთ და გამოატარა ასე სად იყო? ფილთაკვა. ფილთაკვა. ყვა და ფილთა. ხოდა ამაში ინა დანაყავდნენ ამ სხალს. და ცოტა თუ ქონდა პურის ხვილი, ამან პურის ხვილი იშვიათი იყო. აი ჭადის ხვილი, სიმინდის ხვილი, იმას შეზელავდნენ, გამაცხოდნენ და ეს იყო სხლის ჭადი. ეს ბევრი მიჭამია. და არ იყო მაშინ საშუალებაც რომ ქონებოდა, არ იყო ფესსათმეს ვერ იყიდით, ტანსათმეს ვერ იყიდით. ძალიან გაჭირვება იყო კოლმეურნეს უჭირდა საწყებ, კოლმეურნეს უჭირდა. სახნავი მიწა ჰქონდათ, მაგრამ იმის საშუალება არ ჰქონდათ, რომ თვითონ ხარები ეყოლა. კოლმეურნობა თავის ღვთის ყავდა ხარები და ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობას, რომ აი ხარები მიეცა და იმათ დაეხლა. ამიტომ იძულებული იყო საწყალი ეხობა რომ ან ბარი, ან წერაკ რახაბრო, ამით იჩენდნენ თავს. ეგანა შენ ბაბუა შენი იქ გამაქვებით იქ ხარები და ისე და ისინი ბარავდნენ და ან წერაკით ხიდნენ მიწას. ასე იყო ეჭვლა. უჭირდა ხალხს, ძალიან უჭირდა. მაგრამ რა იყო თავარი რომ ხალხს რაღაცნაირად იმედი ჰქონდა, აი 47-ში იყო რაღაც მოსავალი იყო არაჩვეულებრივი. ეს ძველ ხალხს ახსოვს. რაღაცა ღმერთმა დამერტყა თავისი კალთა და ადამიანებს მისცა არაჩვეულებრივი სიმინდი მოვიდა. 9 წლის ვიყავი მაშინ 47-ში. აი ტრადიცია როგორი იყო ხალხში, აი თუნდაც დღესასწაულებზე რა შრებოდნენ ისეთ, რასაც დღევანდელობაში არ აკეთებენ. დღესასწაული რა იყო შვილო მაშინ, აი განსაკუთრებული დღესასწაული მაინდა-მაინც ჩვენთან იყო გიორგობას რომ ეძახით. გიორგობის დღეს აი სოფლის ქალებს თაიას ეძახიან ემიცან. იქ მიკონდათ ნაბად, ქუდი. დღეს არ ხდება და დამცუდი ეს ომის დროს. ჩვენი ხალები ზურში ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა. ნაბდები კეთდებოდა ჩვალერში, არაერთი და არა 100. ძალიან ხალები თითქმის საწყლებით ხამე არ ეძინა. ლეონ ქუხილავაძე გაგიგია შენ, ასავლებელი. იმის დედას მაროსია ერქვა გოგილავა. ჩუხა იყო ხუხილავა. იყო თამარა აბრალავა დედაჩემი. იყო თამარა გოგილავა. იყო სინა ჯანტურია. ხალების ბრიგადა, რომელსაც ხამე არ ეძინა და აკეთებდნენ ნაბდებს და ეს მიდიოდა ომის დროს. აფიცრებს ისთვის კეთდებოდა ეს ნაბდები. და მერე ომის მერე ეს დარჩა ტრადიცია და კეთდებოდა ნაბდები და როგევლები თაია იყო, ბაზრობა იყო თაია. ეხლა მარტვიშია ბაზრობა. მარტვიში რას არ ნახავ იქანე, შაბათ კვირას რო გახვალ, ყველაფერი ძველ რაც აქვს ყველაფერს კეთია. ასე რომ აი საწყალი ხალები ქუდებს, ნაბდებს ჩააგროვებდნენ და ფეხით თაიაში ჩადიოდნენ ამ გიორგობა დღეს. აი და მაინც გიორგობა ჩვენთან რაც მე მახსოვდა უწინ კი
მე მახსოვს რომ ეგნატეს სიტყვები იორგობა დღესო შხვალის იქა სადაც ეხლა სასაფლაოა, სადაც ეგნატეს დედმამა მარხია, მანდო შეკრება იყო ერთმანს. ხო და ახალგაზრდობა, ღერა, ცეკვა, ჭიდაობა. და ბოლოსო ხურდა ფული ვერცხლის და თანაც ოქროს მონეტიანები, ამდენი მეცა. ამას აყრიდნენ, აგდებდნო ზევი. ხო და მისთან მის შეეძლო ამის უცბად აღება და ვეძიათ. ხო და კალესტრატეკა ყალი ეგნატეს არა მამაგერა ბაბუას ივანე ერქვა ეგნატეს. ბაბუა ჩემიო ზის ასე ძალიან დიდი კაცი იყო ფიზიკურადაც და თუ დამიჯერებთ იმ დროს ივანეს რო კონდა ისე იმდენი ხმება არცერთ არ კონდა. რაიონში არა მე არ ვამბობ თვალიერში. მე ბარუხი იყო ფიფია მეორე თვალიერში. მალახია იყო ფიფია ლეონტის სიმამრი. ეს სამი კაცი რაიონში ხებული იყო. მერე წამოვიდა ჯეკი ვარაცხელია და არქანია ახეთბატონო ჯარნაძე. მაგრამ მანამდე ესენი იყვნენ ივანე გურიაში ყავდა 1000-ობით სულფეხა, ცხენები და ყველაფერი და ჟისო ასე მოგუაჩენ. ხო და იგორაო მონეტიანმა ოქროსი და მოგუაჩენდა ფეხებდა უარდაო. და იცინოდნენ ტაში და ყვირილი დაიწყესო აი ვისაც ფული აქვს იმისთან მივიდაო მაინც და მაინც. ახლა თქვენ ურთიერთობები ახსენეთ, აი მეტი სიყვარული იყო, მეტი მეგობრობა იყო, აი ამაზე რომ მოგიყვეთ უფრო, მაშინ როგორი ურთიერთობები იყო ადამიანებს შორის და როგორ გგონიათ დღეს რატომ არ არის იგივე დამოკიდებულებები? ეხლა გეტყვით ერთი კიდევ რაღაცას მაგალითს. ფილოსოფიის მასწავლებელი ჩვენ კათედრის გამგე იყო სიგუა. ეს სიგუა დაიბადა საფრანგეთში, გაიზარდა პროფესორობა სამყაროში. ყავდა ჯეჩია კაცი იყო, ჩემსავით არ იყო შეხედული კაცი არ არაფერმა. ტვირიკოსი იყო. საფრანგეთში პროფესორი რო გახდა. მეგრელი კაცი ამას ამდენი უნდა. ყავდა ულამაზესი ქალბატონის სვანის ცოლა, სტომატოლოგი. ხო და ეს ამბობდა. ეგრევე 70-იან წლების ამბავი. მოვაო დრო და რუსეთი დაიშლებაო. 15 რესპუბლიკა არ იქნებაო. ხომ გინახია სტუდენტობას რა დღეში ვიყავი. ჯვარი იმ კამერაში, ამ კამერაში და შეხვალ ფულს გადაიჭდა არაფერი. და დაგვიდა სახში. და მოვაო დრო თქვენ ხელზე გეკდებათ ტელეფონი. ეხა ხელზე არის შორეთ ხელიდან ქალები ტელეფონი. ხომ სიცხადე ხო არის ეს? საიდან მოვაო დრო რომ ადამიანებსო ერთმანეთი შევძლებათ. და გამართა ეს არ არის ის მე მგონი ეს სტუდენტებს შორის გესმის კი არის ეს ყავსნახვევნა რაღაცა მაგრამ ის გული რა ჩვენ გქონდათ გაიგე ის რომ ჩვენ აი შეგვეძლო სადაც არ უნდა მომთარიყო ჩემი თანაკურსელი მე მაგაც არაფერს ცუდს არ ჩავიფიქრებ არა ის იყო ჩემი ახლობელი და არაფერს ეხლა არ ვიცი რა ხო და დიდად განსხვავდება ეხანდელი ახალგაზრდობა იმ ახალგაზრდობასთან და თუ გინდა ხანში შესული ხალხი იმ ხალხი მე რომ ხედავ ეხლა ჩემი ხმის ხალხი ბატონო გენო ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის მე მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ რომ ეს იყო ჯვარის ხმა სტუდიაში მარიამ შეროზია მუშაობდი და დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჯვარის კოლორიტი ბატონი გენო ფიფია მომავალ შეხვედრამდე